მშენებლობა ისევ გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით ოქტომბერში ინდექსი 4,3%-ით გაიზარდა. ფასები 6%-ით არის მომატებული საცხოვრებელ სეგმენტში, არასაცხოვრებელ სეგმენტში კი 7,5%-ით. როგორც საქსტატში განმარტავენ, მშენებლობის ინდექსის ზრდა უმეტესად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასის 16%-ით და სხვა ხარჯების კატეგორიის 5%-იანი მატებით. კონკურენციის სააგენტოში უფლებების დარღვევაზე მომხმარებელთა მიმართვიანობა გაიზარდა. 11 თვის მონაცემებით სააგენტოში 1285 განაცხადი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 62%-ით მეტია. განაცხადების უმრავლესობა ონლაინ ვაჭრობას ეხება. ყველაზე მეტი განაცხადი კი თანხის უკან დაბრუნებასა და ნაკლიანი ნივთის შეკვეთას ან დაბრუნებას ეხება. მომხმარებელთა უფლების დარღვევის 160 ფაქტი დადასტურდა. 75 მოვაჭრეს კი სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჯარიმა 122,000 ლარს აღემატება. ტავ-ჯორჯია მომავალი წლისთვის თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მგზავრთ ნაკადის ზრდასელის. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამავდროულად კომპანია აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ავიაკომპანიების შემოყვანაზეც, რაც ტურისტული ნაკადის ზრდას და მიმართულებების გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს. ქართულმა სტარტაპმა Helio AI, რომელიც კომპანიებს ადამიანური რესურსის შერჩევის პროცესის ავტომატიზაციაში ეხმარება, საერთაშორისო ფონდებისგან $1 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა. Helio AI რეკრუტირების ასისტენტია, რომელსაც იუზერის ბრძანებით ვაკანსიების შექმნა და სხვადასხვა არხებში განთავსება შეუძლია. აპლიკანტების ერთ სივრცეში მიღება და ავტომატური გადარჩევა, მათთან კომუნიკაცია, სრული შერჩევის პროცესის რეპორტინგი და ახლა უკვე ონბორდინგი. ერთი სივრციდან არის შესაძლებელი. პლატფორმა 2 წლისაა და მას უკვე 7 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ბრენდი იყენებს. მოზიდული ინვესტიცია კომპანიას გლობალურ ბაზრებზე აქტიურ ზრდას და მსოფლიოს მასშტაბით რეკრუტინგის პროცესების სრულიად გარდაქმნას მოხმარდება. საქართველოში პრემიუმ ხარისხის ნაძვისხეების რეალიზაცია გაიზარდა, როგორც Winter Time-ში აცხადებენ, მომხმარებლის ცნობიერება ბოლო წლებში გაიზარდა. შესაბამისად, მოიმატა მოთხოვნა ხარისხიან და მაღალბიუჯეტურ პროდუქციაზე. Winter Time-ის ნაძვისხეები ქართული დიზაინით, პოლონეთში ევროპული სტანდარტებითა და ნედნეულით მზადდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, წელს ევროპაში მათი დიზაინით დამზადდა 8 სახის 600 ნაძვისხე, რომელთა 80% უკვე გაყიდულია. ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია მომავალში უფრო დიდი შოურუმის გახსნას და მომხმარებლისთვის ნაძვისხეების მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებას გეგმავს.